სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ვინაიდან ძალზედ გახშირებულია ახალგაზრდათა შორის ოჯახების დანგრევა და ვინაიდან არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ თუ ირიბად ხელს უწყობს სხვადასხვა უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ასეთი ცნობიერების გაღვივებას, რომ ოჯახური ტრადიცია ქრისტიანული, ქართული დაირღვეს, ვფიქრობთ, რომ მეტად აქტუალურია, რომ ამ თემებზე ხშირად ვისაუბროთ. მით უფრო, რომ ეკლესიას წმინდა წერილის საფუძველზე, წმინდა მამების სწავლების საფუძველზე აქვს გადმოცემა მეტად მნიშვნელოვანი, მეტად სერიოზული, რომელიც განაპირობებს ოჯახურ სიმტკიცეს. თუ რა მოვალეობა აქვს ოჯახში მამაკაცს, ცოლს, შვილებს, ყველაფერი გადმოცემულია და განსაზღვრულია, რათა ოჯახი იყოს მყარი. და მით უფრო აქტუალურია ეს, რადგანაც ხშირად ვრცელდება ხოლმე ისეთი სწავლება გადმოცემული ქრისტიანულ ოჯახთან დაკავშირებით ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ, რომელიც საფუძველშივე ეწინააღმდეგება სწავლებას ქრისტიანული ტრადიციული ოჯახის შესახებ. ამ ბოლო დროს გავრცელდა ინტერნეტის საშუალებით ათონელი მონოზნის მიმართვა, რომელშიც ის საუბრობს ოჯახის შესახებ. თითქმის წინადადება არ არის, რომ სექსი არ ახსენოს, ცოლ-ქმრულ კავშირს სექსს ეძახის. მიაჩნია, რომ ღვთისგან მთავარი საჩუქარი ცოლ-ქმრისათვის ეს არის სექსუალური ურთიერთობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეც აღარც გადმოვცემ, რადგანაც ძალზედ მძიმე წასაკითხია თვითონ ეს წერილი. წინასწარ შენდობასაც კი ითხოვს, რომ ალბათ კონსერვატორების რისხვასაც დავიმსახურებო. მე ვიცნობ ამ ადამიანს ათონის თაზე შევხვედრილ ვარ მას, ქართველი მონოზონია. მეტად სამწუხაროა, რომ მას თურმე ასეთი აზროვნება გააჩნია. ასევე გამოიცა ეს სხვა თემა, მაგრამ მინდა ამასაც შევეხო, წიგნი, რომელშიდაც ძირითადი ადგილი უჭირავს დედისადმი მისწერილებს ათონის მთიდან. ამ დროს ძალსახა სწავლება და მკაცრად განსაზღვრული, რომ ადამიანი, რომელიც მონოზნად აღიკვეცება, ის კვდება სოფლისთვის, კვდება დედისთვისაც, მამისთვისაც, შვილისთვისაც, ძმისთვისაც, დისთვისაც, ცოლისთვისაც, ყველასთვის და ასევე მისთვისაც ყველა მკვდარია. ის კი ასეთ მიწერ-მოწერას ეწევა. აქედან ჩანს, რომ მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი. მე არა განკითხვით ვამბობ ამას, არამედ იმის გამო ვამბობ, რომ მან საჯარო გახადა ეს თემა ქრისტიანულ ოჯახთან დაკავშირებით მცდარი სწავლების გადმოცემა და ასევე ეს მიწერ-მოწერაც არის მცდარი პოზიცია მონოზნისა. ეს მოკლედ რაც შეიძლებოდა მე თქვა ამ საკითხებზე. ეხლა კი მოусმინოთ წმინდა მღვდელმთავარს იოანე ოქროპირს ქრისტიანული ოჯახის შესახებ. ცოლი ექვემდებარება ქმარს და ეს სამართლიანია, რადგან ჯერ ერთი თანასწორობა შეიძლება მათი ურთიერთმტრობის მიზეზი გახდეს და მეორეც თავდაპირველად სტუნება გაჩნდა დედაკაცის გამო. ის შექმნისთანავე არ დაექვემდებარა მამაკაცს. როცა ღმერთმა ქმარს მიგვარა იგი, მისთვის არ უბრძანებია მორჩილება, არც მამაკაცს მოუთხოვია ასეთი რამ. მხოლოდ ის აღნიშნა, რომ დედაკაცი არის მისი ძვალი ძვალთაგანი და ხორცი ხორცთაგანი. ვინმეს უპირატესობა და ხელქვეითობა არც უხსენებია, მაგრამ როდესაც დედაკაცმა ბოროტად გამოიყენა თავისი უფლება, თანადგომის ნაცვლად ქმრისთვის მასტუნებლად იქცა და წარწმიდა ყოველივე, მაშინ მოესმა სამართლიანი სიტყვები. ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაი შენი. ეს ცოდვა ტრობის ჩამოგდებით ემუქრებოდა კაცთან მოდგმას. მისი ჩადენის მერე მშვიდობას დაარღვევდა ის, რომ ცოლი ქმრისგან გაჩნდა. რომ დედაკაცმა არ დაინდო საკუთარი სხეულის ნაწილი, საიდანაც შეიქმნა,
რაც კიდევ მეტად განარისხებდა ქმარს. ამის მხილველმა ღმერთმა ამ სიტყვებით ვითარცა გალავნით დაიცვა ცოლი და ქმარი ეშმაკის ბოროტებისაგან და ამგვარი განჩინებით გაანადგურა ცთუნების შემდგომი ურთიერთმტრობის შესაძლებლობა. უფალმა ერთგვარი ციხე-სიმაგრე დაახვედრა ადამიანთათვის ნიშანდობლივი ძვირის ხსენებიდან მომდინარე ვნებას. მარსადამე ქმრის უფლება ცოლზე ბუნებრივია. ადრე ცოლები თავიანთ ქმრებს ბატონებს უწოდებდნენ და პირველობას უთმობდნენ. მეტყვი იქნებ, იმიტომ იქცეოდნენ ასე, რომ ქმრებსაც უყვარდათ ცოლები. ვიცი და ამას არც ვივიწყებ, მაგრამ როდესაც საუბარი გეხება შენ ცოლს, ნუ მიუთითებ სხვათა მოვალეობებზე. ადამაც თავისი დანაშაული ცოლს გადააბრალა, მან გველს, მაგრამ ამან საერთოდ ვერ უშველა. ამას კი ნუ მეუბნები შეეცადე კეთილგონივრულად აღასრულო საკუთარი მოვალეობანი მეუღლის წინაშე. ხოლო როდესაც ქმარს დავარიგებ, რომ უყვარდე და პატივს გცემდეს, ნებას არ მივცემ ახსენოს რა დაევალა ცოლს და მოვთხოვ მისთვის ნაბრძანების აღსრულებას. ამიტომ შენც ეცადე შეასრულო, რაც გევალება და დაემორჩილე მეუღლეს. თუ გსურს ღმრთისათვის იქმოდე ამას. ნუ ღარ მიუბრუნდები ქმრის ვალდებულებებზე საუბარს. შენ აღასრულე ბეჯითად ის, რაც ორჯულმდებელმა ღმერთმა დაგაკისრა. შენ ცოლო, ნუ მოელი ქმრისგან სიკეთეს, რათა მხოლოდ ამის მერე გამოავლინო შენი გულკეთილობა. ასეთი საქციელი არაფრად ღირს და შენც ქმარო, ნუ უცდი ცოლისგან თვინიერებას, რათა მხოლოდ ამის შემდეგ აჩვენო შენი სიბრძნე. ეს არ შეგერაცხება ღვაწლად. როგორც გითხარი და თითოეულმა პირველმა აღასრულო საკუთარი მოვალეობანი. გარეშე პირიც კი თუ ერთ პრიმალში დაგვარტყამს, მეორე უნდა მიუშვიროთ. მით უმეტეს უნდა მოვითმინოთ ქმრის სისასტიკე. ამას გეუბნებით არა იმიტომ, რომ ქმარმა ცოლს ცემა დაუწყოს. არა, ეს უკიდურესი დამცირება იქნება არა მისთვის, ვისაც ცემენ, არამედ მისთვის, ვინც სცემს. და თუ შენ რაიმე გარემოებათა გამო შეუღლე ასეთ კაცს, ნუ გაიტეხ გულს, წარმოიდგინე რა ჯილდო მოგელი სამომავლოდ და რა დიდებით შეიმოსები სააქაო ცხოვრებაშიც. თქვენ კი ქმრებო გეტყვით, ვერაფერმა უნდა გაიძულოთ ცოლის ცემა, რაც უნდა დააშაოს მან. რატომ ცოლის კეთილშობილ კაცს არ ეკადრება ხელის აღმართვა მსახურ დედაკაცზეც კი? თუ ფრიად სამარცხვინოა კაცისათვის მოსამსახურის ცემა, მით უფრო შეურაცხყოფელია ხელის აღმართვა თავისუფალ ადამიანზე. ამას შეგვაგონებენ საერო კანონმდებლები, ისინი არ აიძულებენ ცოლს დარჩეს ქმართან, რომელიც მას სცემს, რადგან ის ცოლის ღირსი არ არის. გადმოგცემენ, რომ ერთ ფილოსოფოს, კერძოდ სოკრატეს, ჰყავდა ავი, ყბედი და სმის მოყვარული ცოლი. შეკითხვაზე, იგი როგორც ქმარი, რატომ ითმენდა ამას, პასუხობდა, რომ მისი სახით ჰყავდა მასწავლებელი და სიბრძნეში მწვრთნელი, რომ ყოველდღე მასთან მეცადინეობის შემდგომ იგი სხვების მიმართ უფრო მშვიდი ხდებოდა. ამ ამბავმა აღგაფრთოვანა, ჩემთვის კი პრიად სამწუხაროა, რომ წარმართები გჯობიან სიბრძნით ჩვენ, რომელთაც გვევალება სიმშვიდით მივბაძოთ ანგელოზებს, ან უმჯობესია ღმერთს. აი ამ მიზეზით არ გააგდო ფილოსოფოსმა თავისი ცოლი. იმასაც ამბობენ, რომ სწორედ ამ თვისებათა გამო შეირთო იგი, მაგრამ რა კი ბევრი არ არის ამგვარი კეთილგონიერი, გირჩევთ, თავიდანვე გულმოდგინოთ შეარჩიოს ნეკეთილი და საქმეობით სავსე ცოლი. თუ შეცდომას დაუშვებთ და სახლში შემოიყვანდა ავსა და უხეირო დედაკაცს, მაშინ მიბაძეთ ამ ფილოსოფოს, ჩათვალეთ ცოლის გამოსწორება უმნიშვნელოვანეს მოვალეობად. ყველა საშუალებით შეეცადეთ ამის განხორციელებას. ასევე შეიძლება ითქვას ქმარზეც. როდესაც შეგხვდა ასეთი ქმარი, მოითმინე და დაელოდე შემდეგ ღვთის ჯილდოს. და კიდევ ერთი საკითხი, რომელზედაც მე მინდოდა მესაუბრე. ამ 2 დღის წინ გავიდა სატელევიზიო გადაცემა, სადაც ჟურნალისტ ყავდა მიწვეული
ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელსაც აკრძალული აქვს დღესდღეობით მღვდელმსახურება. რა თქმა უნდა, ამ მღვდელმსახურის ქმედება, რის გამოც აეკრძალა მღვდელმსახურება, არის დასაგმობი და არც მღვდელმსახური, არც რიგითი მორწმუნე ქრისტიანი ადამიანი ასე არ უნდა იცეოდეს. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ამ პიროვნებას სასულიერო პირს გათავისებული აქვს თავისი შეცდომა. და იგი ინანიებს ამას და იმავე გადაცემაში ამბობს, რომ არა მარტო ის 40 დღე, რომელსაც ჟურნალისტი შვებულებას ეძახის, ესეც მისი გაუნახლებლობა ერთის მხრივ, რომ სულიერ კანონს ეპიდემიას შვებულებას ეძახის. თუ კიდევ უფრო მეტი რამ არ ჰქონდა განსაზღვრული, ანუ თუ კი არ დაცინოდა საერთოდ იგი საეკლესიო კანონმდებლობას, ამას მერე შევეხები ამ თემას. გათავისებული აქვს ამ პიროვნებას თავისი შეცდომა და ამბობს არა მარტო 40 დღე, არამედ საერთოდ აღარ ვაპირებ, რომ მღვდელმსახურება აღვასრულო. დავრჩები ისე, როგორც უბრალო ბერია. თქვენ ალბათ ვინც ნახეთ ეს გადაცემა, შეამჩნევდით, რომ ამ პიროვნებას აქვს სულიერი პრობლემები, სასულიერო პირს გულისხმობ. ჟურნალისტი როცა იწვევს რესპონდენტს, ბუნებრივია, რომ მას უნდა ჰქონდეს წარმოდგენა ამ პიროვნებაზე. და როცა ადამიანს აქვს მძიმე სულიერი მდგომარეობა, ეს ნიშნავს, რომ მიიყვანო იგი საზოგადოების წინაშე და თვითონვე თქვა, რომ დღეს მთელი საქართველო გვიყურებსო. საზოგადოების წინაშე იმისათვის, რომ დასცინო. აი განზრახვა ამ ჟურნალისტისა. სხვა სიტყვას არ ხმარობ, არ მინდა რომ გამოვიყენო ეს სიტყვა. უბრალოდ დასაცინად მიიყვანა იქ საზოგადოების წინაშე. და რა მოხდა ამ შემთხვევაში? ადამიანი, რომელიც სულიერად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მიიყვანს სტუდიაში და ესაუბრებ იმას რაღაც საკითხებზე, კონკრეტულ საკითხებზე და მიზანი ის არის, რომ დაცინო, ბუნებრივია, რომ შენ ხდები დასაცინი. მინიმუმ დასაცინი და მაქსიმუმ კი დასაგმო. თუმცა გასაკვირი ჩვენ დღევანდელი ჟურნალისტებისაგან უკვე აღარაფერი აღარ დაგვჭა, რადგან ზოგი ფარულ ჩანაწერებს აკეთებს მღვდელმთავრებთან, ზოგი როგორც ბოკერიას სპეცსამსახურების წარმომადგენლები ისე დასდევენ მღვდლებს, რომ როცა რაღაც აქცია, რაღაც ესეთი შემთხვევა, რომ რამე დაინახონ იქ მღვდელი როგორ იქცევა, როგორ ამბობს რამეს, ან როგორ გარბის, ან რაღაც ესეთი თემა კი არ აინტერესებს, რისთვისაც ისინი მისულები არიან გასაშუქებლად. სასულიერო პირებს დასდევენ, იმიტომ რომ დავალება ესეთი აქვს ბოკერიასგან. ანუ ის რეალტივი, რაც არსებობდა, დღესაც არსებობს. და ჩვენ ნახეთ რა, აი ჟურნალისტის ესეთი საშინელი დაცემა. ეს ჟურნალისტი არ არის ბუნებრივია, ეს არის დაცემული ადამიანი და დღეს არის ხსენება ღირსი დედის მარიამ მეგვიპტელის, რომელსაც უდიდესი დაცემა ჰქონდა, იცით თქვენ, და შემდეგ უდიდესი სინანულის საფუძველზე მან შეძლო გამარჯვება ღვთის წინაშე. ღმერთმა ჟურნალისტსაც და სხვა ჟურნალისტებსაც მისცეთ ასეთი სინანული, რათა ღვთის წინაშე შემდეგში გამარჯვდნენ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ.